ძალიან კარგი დღეა, ამიტომ გადავწყვიტეთ წავიდეთ სადმე ქალაქ გარე. წავიდეთ მარწყობის მონასტერში და მოგნახულოთ. მივდივარ და მივდივარ. ეცხელა? ხულია და ცხელა, ცხელა და მეგრობები. ავდა ენკიბენკისი დავდივარ. მოკლედ გადავიღოთ ესეთი ვიდეო, რადგან როცა დავბერდებით, მერე ვუყურებთ ხოლმე და გავიხსენებთ, სად ვიყავით და სად არა. ხო ასეა? სხვა რა შეჩვენა. აბარა. იმოგზაურეთ. ჩვენც ახლა სად მოგზაურობთ, მაგრამ მაინც ნენე კიდე. რაღაცაა სამახარი. ნენე კიდე აქ მიირთმევს. ცოტა მოშივდა. ისი ნახო გინდა. საქართველოში? სვანეთში, მაგრამ ძალიან ცუდი გზებია და ევსკა. ეხლა გავაჩერეთ. ქალაქის ხმაურს და ერთ ამბავს უნდა გავერიდოს და წავიდეთ ძალიან მაგარ ადგილზე, სადაც არის ძალიან მაგარი სიმშვიდე. ეხლა გავაჩერეთ ნიკო. უნდა ვიყიდოთ რაღაცები. ასე მანქანა მოდით და არა, ნუ გეშინია, მანქანა მოდის, მე მიდის იქით. იქით მინდით და კაკად რას ვიყიდით. ენერგეტიკულს რო ენერგიაზე ვიყიდით. მე წვენებს ვიყიდი. მე წყავს. როგორ დავხსნა? რა გინდა მაწონი? დასალევიობთ. აი, იქით არის დასალევიობთ. გაიყიდა? მეტი ვარ და არაფერი არ გიყიდია. საჭმელი არ გიყიდია, ხო არ ვთქვა? ვაფშე. ო, ეს საბავშვო კარუსელიც ვიყიდეთ, რომ მე გაერთოს ცოტა გზაში. ნახე აბა როგორია. კონკია მოგივიდა? აი, მე რა მაგარია კონკია. Is the best place to find the lovers at the bar is where I go. აქ კიდე ნორიოსის არის, ხო, ეკლესია. ეს კაი ადგილია, ხოციც. ეხლა შემოგვიშვა სპეციალურ ოთახში. პატრიარქი იყო, აქ ცხოვრობდა. როგორც წავიკითხე. ხოდა მოდი მოკლე ისტორიას მოგიყვებით. კირიონ მეორეზე, რომელიც იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1917 წელს. კირიონის აქტიური მოღვაწეობა ქართულ საქმეს ემსახურებოდა და მიმართული იყო ავტოკეფალიის აღდგენისკენ. სწორედ ესეთი საქმიანობა იწვევდა რუსი მოხელეების გაავებას, ამის გამო მას დევნიდნენ და ცილსაც კი სწამებდნენ. და ამის შემდეგ უკვე ჩამოართვეს ეპისკოპოსის წოდებაც და გადაასახლეს უკიდურესად მძიმე პირობებში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ხელსაყრელი აღმოჩნდა ქართული საღვთელოების და უკვე 1917 წელს ქართულმა საღვთელოებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე.
საქართველოს ეკლესიამ 106 წლის წინ გაუქმებული ავტოკეფალია აღადგინა და რუსეთის სინოდის მმართველობას დააღწია თავი. საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად უკვე ამ პერიოდში აირჩია სწორედ კირიონი და ამან ბიზგი მისცა უკვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ეს ოთახი და ნივთები როგორც ჩანს ეკუთვნოდა სწორედ მას და იქ მყოფ წმინდა ბერებს. აქ ნახეთ ასევე ძველი ფოტოებიც, რომელშიც ჩანს თუ როგორ გამოიყურებოდა ადრე მარტყოფის მონასტერი და როგორ იყო აშენების პერიოდი. საოცარი ადგილია ეს მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ ანტონ მარტყოფელმა, რომელიც იყო აქ მარტოდ მყოფელი და შესაბამისად შემდეგ შეერქვა ამ მონასტერს მარტყო. გადმოცემის მიხედვით სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რის გამოც ეს ადგილი ძალიან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძლევა. ეს მონასტერი საუკუნეების განმავლობაში უძლებდა ძალიან ბევრ შემოსევასა და ნგრევებს, მაგრამ დღემდე ინარჩუნებს თავის სიძლიერეს და საკმაოდ წმინდა და ესეთი ისტორიული მნიშვნელობის ადგილია. თუ გაქვთ დრო, აუცილებლად მოდით და მოინახულეთ და საოცარი სიწყნარია. რაც მოვიძიე ინფორმაცია მარტყოფის მონასტრის ამ მიწისქვეშა გვირაბზე ძალიან ცოტა ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნებული, თუმცა დიდი ალბათობით აქ ვიდეოში ნაჩვენები ეს თავის ქალები და ძვლები ეკუთვნის მონასტრის ბერებს, ანუ მღვდელმსახურებს და ადრე საქართველოში ძველ მონასტრებში არსებობდა ასეთი ტრადიცია, როდესაც სასაფლაო ივსებოდა ან ძველი საფლავები იხსნებოდა, გარდაცვლილ ძვლებს დიდი პატივით აგროვებდნენ და სპეციალურ ძვლების საცავში ინახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ქრისტიანული ტრადიცია. აი აქაც დაგიტოვებთ კადრებს და ნახეთ როგორი საოცარი გარემოა. აქ კი უკვე წამოვედით სახლისკენ, სადაც გზად უამრავი ესეთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ. გამარჯობა. გაიმარჯობა. აი ადამიანის ყველაფერი შეიძლება. არ დამირეკოთ დიამდე. არ ჩაწყია. კაია? ეშინი წარმოიდგინე ჰამაკი. სალამათი. აკო გაიგე. აკო გამოჭდა? ესე უნდა ამას. აი, კაი ცხოვრება? ცოტა კომფორტული არ არის. მოდი. შევთავაზეთ. აიღვიძე. ავიღვიძე, დილის 2 საათზე დაგედგება, გაიღვიძე. აქაც არ მასვენ. გაიღვიძე. აიღვიძე. ვითომ გძინა? პატარა 2 წლი, 1 წლის რო იყო 6 საათზე ივიძე სათამაშო. გაიღვიძე. ნე, აღვიძე მიდი აბა. აქ მაინც გამოდიხეთ. ნახე, რამდენი საქმე გიგე წადი, აი რამდენი რაღაცაა. დაათვალიერე. დიდი ტერიტორია შეკრებებისთვის გონ ძალიან კარგი ადგილია, ბავშვებიც გაერთობიან, მწვადსაც მშვენივრად შეწვავ და ვიცი, ბუნებაც ძალიან კარგია. ბატუტი. ნახოთ რა ხდება. აი, აქ წამოსაჭიდუნი. წამოსაწოლი. ზამთარი გარემოა. ვიტყოდაში. სახელი თქვენ. მოჭიდავე დატო ჭრიგიშვილი. იბა. შამფურების სამნავში რაღაცა დახმარების სამნავში და აგიხმარები არა აქ უკვე სახლისკენ მივდივარ ძალიან დაღლილები, ნენესაც ჩაეძინა, მაგრამ ძალიან კარგი დღე იყო. მადლობა რომ გვიყურეთ.